მე ვარ მარინა შაღაშვილი, ილია უნელი. მე მგონი მეორე ნაკადი ვარ უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის. ამჟამად მუშაობ ასოციაცია საქართველოს SOS ბავშვთა სოფელში თბილისის პროექტის დირექტორად. ეს სოციალური მუშაობა არის ჩემი მეორე პროფესია. ფიზიკოსი ვიყავი, უნდა ყოფილიყავი უფრო სწორად, მაგრამ ეს ქვეყნის ცვლილებების შემდეგ მომიწია პროფესიის შეცვლა. გული მწყდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მივხვდი, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება და ავირჩიე პროფესია, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის და ფაქტიურად თუ კი სადმე ვიმუშავე, მას შემდეგ ყველგან ეს სოციალური მუშაობა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება არის ჩემს სამსახურებში. სანამ მაგისტრატურაზე ჩავაბარებდი, უკვე 6 წელი მუშაობდი, 2002 წლიდან სოციალური მუშაკი ვიყავი, თუმცა ვიცით, რომ ეს არის საკმაოდ სენსიტიური პროფესია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, ამიტომ მარტო პრაქტიკა, რაღაცა ტრენინგების საფუძველზე არ გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აკეთო ზუსტად ის, რაც ნამდვილად ჭირდება იმ ადამიანებს, ვისთანაც ჩვენ გვიწევს მუშაობის განხორციელება. ამიტომ 2008 წელს გადავწყვიტე ილიაუნიში ჩამევარებინა სამაგისტრო კურსზე, რომელიც წარმატებით დავასრულე, იყო საკმაოდ საინტერესო თავის პროფესურით და ძირითადად ეს პროფესურაც შეხება ყოველთვის გქონდა სოციალური მუშაობის პერიოდში. და იყო შესაძლებლობა შემდეგ უკვე რომ სოციალური მუშაკობიდან რაღაც უფრო მაღალ პოზიციებზე მქონოდა შესაძლებლობა რომ გადავსულიყავი. ეს იყო სოციალურ მუშაკთა პროფესიული ზედამხედველობა, პროექტების ხელმძღვანელობა, ზრუნვის სააგენტოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია მქონდა, როდესაც მიდიოდა დეინსტიტუციონალიზაცია და დავხურეთ ეს დიდი ზომის ბავშვთა სახლები. რა ვიცი, ვიურჩევდი ყველას რომ ჩაებარებინა ამ პროფესიაზე, რა თქმა უნდა, ოღონდ თუ კი უყვარს და თუ აქვს ის ღირებულებები, რაც საფუძვლად უნდა ედოს ჩვენს პროფესიას, რაზეც შემდეგ ხდება დაშენება იმ ცოდნის, რომელსაც უნივერსიტეტი გაძლევს.